რატომღაც თავისუფალი ზონის წარმომადგენლები მეგონით მაყურებელს, გასაგებია შეეშალა ზონა თავისუფალ თაობაში კარგით. Რაღაც ინფორმაცია ქონდა შენ მახსოვს მეუბნებოდი და მოდი გააჟღერე პირდაპირ და თავისუფალ ზონაზე პრესაში გავცედა ეს ინფორმაცია, მაგრამ მე კიდე დავადგინე დამატებით თავისუფალი ზონა. ანუ ეს მოდი მოსახლეობისთვის უფრო განვარტოთ, ხო, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთგვარი ფლანგი ახალგაზრდების, რომლებიც მეტად აგრესიულად არიან განწყობილები და ყველაზე, ასე ვთქვათ, მეტ პრობლემას ქმნიან რეალურად. გასაბჭოებულ დაჯგუფებას უფრო შევადარებდი თავისუფალ ზონას. მე ვიცი რომ ლაშა ხუსკივაძემ, ვანო მაღალაშვილმა და ირაკლი მანაგაძემ ეს ერთ-ერთი გამოჩენილი წევრები არიან. ზონელების და გამოჩენილი წევრები იყვნენ თავისუფალი ზონის, დატოვეს თავისუფალი ზონა და უახლოეს ხანში შეიძლება კიდევ სხვებაც დატოვონ. გირჩაში გადადიანო, ხო? პარტია გირჩა რო. გირჩები ეს გირჩა და ბუჭვაძის ნაცმოძრაობიდან წამოსულმა 4 დეპუტატმა დააფუძნა. ნუ სავარაუდოდ შეიძლება ვიხილოთ მათთან, მაგრამ ეს ფაქტია რომ თავისუფალი ზონა იშლება და ეს ნაცმოძრაობის სატელიტი ბანდა დაჯგუფება რაღაც დესტრუქციული რომელსაც საქართველოში უნდა და მუდმივად არეულობის და დესტაბილიზაციის შემოტანა აღარ იარსებოს დაიშლება ძალიან მალე თავისუფალი თაობა ამას დიდი ხანია ამბობს და იმედია ძალიან მალე მოხდება მათი ლიკვიდაციაში მე დარწმუნებული ვარ. კი ბატონო, მე სანამ ახლა ზარ შემოვიყვანდეთ, მე პატა ბურჭულაძესთან დაკავშირებითაც მცირეოდენ ინფორმაციას მივაწვდი ხელისუფლების მოსახლეობას, რაც ახლა გირჩა ახსენა გიორგიმ და